საქართველოს ციხეებში პატიმრების რიცხვი სწრაფად იზრდება. Საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ამ ტენდენციის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ დაწერა. 2025 წელს იანვრიდან აგვისტომდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა საერთო რაოდენობა საქართველოში. 8 თვეში ციხის პოპულაცია 17%-ით გაიზარდა. 100-ით მეტი ქალი და 1432-ით მეტი კაცია ციხეში სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 8 თვეში. 2015 წლის შემდეგ არ ყოფილა ამდენი პატიმარი ერთად ციხეში. ეს თემა დღის ბოლოს უკვე გიორგი ბურჯანაძესა და პენიტენციურ უწყებას შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. პენიტენციურმა დაწესებულებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც გიორგი ბურჯანაძე ტყუილში დაადანაშაულა. ბოლო 10 წლის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ მსჯავრდებულთა საშუალო რაოდენობა უმნიშვნელოდ იცვლებოდა. მაგალითად 2024 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით ბრალდებულ მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 10457-ს, ხოლო 2025 წლის ანალოგიური მონაცემებით კი 10445-ს. რეალურად 2024 წლის ბოლოს საქსტატის მონაცემებით სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში 9098 პატიმარი იმყოფებოდა. დღევანდელი მდგომარეობით და პენიტენციური დეპარტამენტის მონაცემებით 10528 პატიმარია, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრიდან დღემდე ციხეში 1430 პატიმრით მეტია, მათ შორის 404 1 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე არასრულ ორ თვეშია დაპატიმრებული, რაც სავარაუდოდ წინასაარჩევნო პერიოდს და პოლიტიკურ დაკავებებსაც უკავშირდება. საქართველოში გვაქვს ის რეალობა, რომელიც არც ერთი მმართველობის დროს არ ქონია, ეს სრულიად ახალი ფენომენია, რასაც ჩვენ ხო ვაწყდებით, როდესაც კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი შენდება საქართველოში, სადაც ძალაუფლებას არსებული პოლიტიკური ძალა სწორედ რეპრესიაზე აფუძნებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ციხეები გადავსებული ჯერჯერობით არაა, რადგან ქართული ციხეები ჯამში 12322 პატიმარს იტევს. ამჟამად კი ციხეებში 10528 პირია განთავსებული. ამ მონაცემებით ასათვისებელი დარჩა 1804 ადგილი. ამის პარალელურად სამ საპატიმრო დაწესებულებაში მე-15, მერვე და მეორეში პატიმრების ზედმეტი რაოდენობა ფიქსირდება. ბრალდებებს თავად ბურჯანაძე გამოეხმაურა, რომელმაც პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას манипуляციური უწოდა და განაცხადა, რომ მონაცემები საქსტატის ოფიციალურ გვერდზე მოიძებნება. არანაირი ახსნა საჯაროდ ხელმისაწვდომი რაიმე დოკუმენტზე დაყრდნობით არ არსებობს. ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პროკურატურა ახორციელებს, ეს არის პოლიტიკა, რომელიც აქ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც სასამართლოები უწყობენ მკაცრად შეფარდებული სანქციები და ამ ყველაფრის შედეგია ეს ყველაფერი. ამის პარალელურად კი ქართული ოცნება, რომელიც ხელისუფლებაში მათ შორის იმ დაპირების გამო მოვიდა, რომ ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ქვეყანაში ჰუმანურ პოლიტიკას გაატარებდა, ახლა რიტორიკა რადიკალურად შეცვალა. დააშავებ მოხდები ციხეში და სამწუხაროა, რომ ასეთი დანაშაულებები მატულობს. და ხან მეჩვენება, რომ სპეციალურად განზრახ არ აკეთებენ, განზრახ არ შეღავთ ახალგაზრდები განსაკუთრებით იმ პროცესებში, რომ როგორმე დაკავებულები იქნენ და როგორმე მეტი ოჯახი იყოს დაზიანებული. თუ როგორც ლაკახოშტარიამ და მისნაირებმა თავი ძალით დაიპატიმრეს, ანუ ამ სტრატეგიას გააგრძელებენ, ან სამწუხაროდ რა თქმა უნდა არავის არ ექნება საშუალება, რომ არ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. იცით რა, ძალით თავის დაპატიმრება არის, როდესაც გამიზნულად სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებ მონაწილეობას. მოქალაქეების მასობრივი დაჭერა განსაკუთრებით ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს გააქტიურდა. თუ კი ადრე ივანიშვილის ხელისუფლება იმით ამაყობდა, რომ წინა რეჟიმთან შედარებით მოქალაქეებთან მიმართებით ლმობიერი მიდგომით გამოირჩეოდა და გმობდა წინა ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. დღეს ყველანი ციხეშის ნაცვლად ამჯერად უკვე ივანიშვილის ხელისუფლებისგან გვესმის ფრაზები, რომ ყველა უმკაცრესა დაისჯება, რაც ოცნების ყოფილი წევრების განცხადებით ხელისუფლების აგონიაზე მეტყველებს. ოცნება გადავიდა იმ წარსულის ძალიან მძიმე მიდგომაზე და პოლიტიკაზე ყველანი ციხეში, ვინც არ მემორჩილება, ვინც ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის და დაიწყო ზუსტად ისეთი ხელწერით მოქმედება, როგორცაც მეგონა რომ თავი დავაღწიეთ ჩვენ 2012 წელს. ეს არის ძალიან საგანგაშო. ევროპულ ქვეყნებს შორის რომ საქართველოს მსჯავრდებულების რაოდენობით მოწინავე რიგებშია. ამაზე ყოფილი სახალხო დამცველი საუბრობს. საქართველოს ლიდერობს პოლიტიკური პატიმრების რიცხვითაც. უჩენ ანუაშვილის თქმით ქვეყანას ამდენი დაჭერილი მოქალაქე პოლიტიკური მოტივებით არასოდეს ყოლია.
საქართველოს უკვე პრაქტიკულად სცილდება ევროპულ სტანდარტებს და ევროპულ ნორმებს, რომელიც მიმართულია უფრო პირიქით იქითკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები პატიმარი იყოს ქვეყანაში, უფრო მეტად იყოს გამოყენებული არასაპატიმრო და სხვა სახის სანქციები. თუ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია პატიმრების რიცხვის გაზრდა, დაჭერების ახალ სერიას. პირადად პრემიერ-მინისტრი აქტიურად აანონსებს.